მსოფლიოში არაერთმა ქვეყანამ საბაზრო ურთიერთობაზე გადასვლა და განვითარება მცირე ეკონომიკის შექმნით დაიწყო. მეწარმე ქალთა ფონდი იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთია, რომელსაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევისათვის რეალურ გზად მცირე მეწარმეობის განვითარება ესახება. აღნიშნული ფონდის საქმიანობითა და ორგანიზაცია IIDS მხარდაჭერით არაერთ ქალბატონს მიეცა საშუალება წამოეწყო საკუთარი ბიზნესი. მიმდინარე წელს ფონდი კვლავაც აქტიურად აგრძელებს პრაქტიკული ღონისძიებების გატარებას. მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე ქალბატონმა მერი გელაშვილმა 2010 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა მრგვალ მაგიდაზე, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტი, აუდიტით და მეწარმე ქალები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იყო საზოგადოების წინაშე, ასევე 2009 წლის მუშაობის შეფასება. შეხვედრაზე მონაწილე მეწარმე ქალბატონებმაც გააკეთეს მოკლე ანგარიში და ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის შესახებ. გავიმარჯვე ბიზნეს ტრენინგზე და შემიძინეს მათ დამზადელი დეკეული, რომელმაც უნდა მოიგოს თებერვლის ბოლოში, მარტის დასაწყისში და მეყოლებათ ჩემი საკუთარი ძროხა და მექნება ჩემი ბიზნესი. მე ვარ სტილისტი, შემიძინეს რაც საჭირო ინვენტარი რაც იყო, დამჭირდა. ხო და ახლა მაგ გავხსენი ჩემი სალონი და რითიც ვარ ძალიან კმაყოფილი. სამუშაო ადგილები ამ წელს უკვე 10-მდე გვაქვს ძალიან წარმატებული სამუშაო ადგილები გამოვიდა. ძალიან მაინტერესებდა საკითხი არა მარტო მცირე გრანტების გაცემისა, არამედ სესხების გაცემისაც, უპროცენტო სესხების გაცემისა ქალებისათვის, ვინც წამოიწყო თავისი მცირე ბიზნესი. და ალბათ სამომავლო გეგმაში ამასაც ჩავდებთ. ხშირია შემთხვევა, როცა საკუთარი საქმის წამოწყებისათვის არასაკმარისია ის ცოდნა, რომელიც დამწყებ მეწარმეს გააჩნია. ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო მუშაობა, რომელსაც მეწარმე ქალთა ფონდი ახორციელებს ბიზნეს ტრენინგების სახით. ბიზნესის არსი, კლასიფიკაცია, მიზნები და განხორციელების მოტივები, ბიზნესის სახეობები, ბიზნეს გეგმის სტრუქტურა და სხვა მრავალი საკითხის შესწავლის საშუალება მიეცათ ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მომავალში წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. ახალგაზრდმა ხაზი გაუსვეს თავიანთ მიზანდასახულობას და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორი არჩევანი მათ ხელს შეუწყობს იდეების განხორციელებაში. ბევრი შეკითხვები მოდის და ინტერესი მოდის მართვის კუთხით. როგორ უნდა იმართებოდეს ბიზნესის მართვის საკითხები, როგორც თეორიული ნაწილი, ისე პრაქტიკული. ძალიან დიდი ინტერესი აქვს გაეცნონ მართვის პრაქტიკულ გამოცდილების ზოგიერთ საკითხებს. მეწარმე ქალთა ფონდის საქმიანობაში საგანმანათლებლო საქმიანობის პრიორიტეტულობას მოწმობს მეთოდური სახელმძღვანელო, მცირე ბიზნესის განვითარების საფუძვლები. სახელმძღვანელო გამოიცა IIDS მხარდაჭერით პროგრამის დასავლეთ საქართველოს დევნილ ქალებთან მუშაობა მცირე ბიზნესში მათი პოტენციალის განვითარების მიზნით ფარგლებში. მასში გავიგებთ თუ რა უნდა ვიცოდეთ ბაზრის კვლევის, ბიზნეს გეგმის შემუშავების, სამართლებრივი ფორმების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. ეს არის რაღაცა ანაბანა თუ შეიძლება ითქვას, რომელიც აძლევს მეწარმე ქალს რაღაც საწყის ცოდნას და განათლებას, როგორ დავიწყოთ ბიზნესი. ძალიან სასარგებლო იქნებოდა პირადად ჩვენთვისაც მკითხველის შენიშვნები, მათი მოსაზრებები, აი რა კუთხით მიგვეცა განვითარება ამ ტიპის ნაშრომებისათვის. მსგავს ლიტერატურის გამოშვება არის აუცილებელია. არა მარტო როგორც შემთხვევა, ეს უნდა იყოს მასიური, ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის, ვისაც სურს ბიზნესი, ვისაც სურს მასთან დაახლოება და შემოგვიფიქრობს ჩუმად თავის გულში, რომ მინდა დავიწყო ბიზნესი, მაგრამ არ ვიცი როგორ გავაკეთოს. იზოლდა და რამაზ დარჯენიები ხოლმე სამხედრო დასახლებაში ცხოვრობენ. მეწარმე ქალთა ფონდის დახმარებით საჭირო ინვენტარისა და შესაბამისი მასალით უზრუნველყოფის შემდეგ მათ დასახლებაში ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური მოაწყვეს. დასახლებაში ანალოგიური ჯიხური მხოლოდ ერთია. თავიანთი საქმიანობით იქ მცხოვრებლებს დახმარებასაც უწევენ და ოჯახშიც გარკვეული შემოსავლის წყაროს გაჩნდა. ბევრი ხანი არა მუშაობ, მაგრამ რაც დავიწყე მუშაობა იქიდან, ასე იგი ყოველდღე მოდის კლიენტები და ასე იგი ძალიან ბევრი დამიგროვდა და ესე იგი
ვასწრებ, თუ ხელშეწყობა მექნება კიდევ გაუმჯობესების მხრივ, ესე იგი ამ შემთხვევაში მე შემიძლია კიდევ ასე იგი გავაგრძელო უფრო უკეთეს ხარისხიანად მუშაობა. ნათელალი პარტელიანი მინის საკონდიტრო თაიას მფლობელია. მომსახურების და ვაჭრობის სფეროში საკუთარი თავის რეალიზება მას შემდეგ შეძლო, რაც ბიზნეს ტრენინგში მონაწილეობის შემდეგ მისი ბიზნეს გეგმა გამარჯვებულად დასახელდა. მისი მომსახურები ჯერჯერობით ხონის სამხედრო დასახლებაში სარგებლობენ, მაგრამ მომავალში საუნხმარებლო ბაზრის გაფართოებას გეგმავს და დიდი იმედი აქვს, რომ ხუთსულიანი ოჯახის ბიუჯეტზე მისი საქმიანობა კიდევ უფრო დადებითად დაისახება. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ვეხმარები ჩემს ოჯახს მცირედით, მაგრამ მაინც მომავალში მინდა გავაფართოო ჩემი ბიზნესი და მაღაზიებში საერთოდ რომ ჩავაბარო. კიდევ ერთი ბიზნეს გეგმის ავტორს ციცინო ჯიშკარიანს მეწარმე ქალთა ფონდმა გამოყოფილი გრანტით 3 ცხვარი შეუძინა. მომავალში ისიც საქმის გაფართოებაზე ფიქრობს. ცხრები მისი ოჯახის ყოველდღიური საზრუნავია, თუმცა იცის, რომ გაწეული შრომა უშედეგოდ არ ჩაივლის, რადგან თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ საქმე, რომელსაც მოჰკიდა ხელი, მომგებიანი იქნება. ცხრებით შემიძლია მაგალითად მე თვითონ ვქსოვ, აი მატყლი დავამუშავო, გავაკეთო, მოვქსოვო მე თვითონ და გავაკეთო ისე თავიდან ახალი ბიზნესი, მოვქსოვო წინდები, დავეხმარო მოსახლეობას, მივაწოდო მოქსოვილი ჩემი ნაწარმი. მეწარმე ქალთა ფონდის საქმიანობა 2010 წლიდან კიდევ უფრო მრავალსპექტროვანი გახდა. პროფესიული გადამზადების კურსებს რუსული ენის შესწავლას დაემატა, რომელსაც მეწარმე ქალთა ფონდისა და ფონდის სოხუმის თანამშრომლები გადიან. წარმატებით გრძელდება საბუღალტრო აღრიცხვისა და ინგლისური ენის შესწავლა. ახალგაზრდები კვლავ მონდომებით ეუფლებიან კომპიუტერთან მუშაობის უნარჩვევებს. მათ უკვე იციან თუ როგორ უნდა გამოიყენონ აქ მიღებული ცოდნა. აუცილებელია უცხოენის სწავლა და ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვეძლევა, რომ ეს ყველაფერი ამ კურსების საშუალებით უფასოდ შევისწავლოთ და შემდეგ შევეცდებით გამოვიყენოთ საკუთარი თავის რეალიზებაში. შევისწავლეთ აქ მეწარმე ქალთა ფონდში კომპიუტერის კურსებს, აქ მიღებული ცოდნით შეგვიძლია შევისწავლეთ საოფისე პროგრამას, Word-ს, Excel-ს, PowerPoint-ს. აქ მიღებული ცოდნით შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას მუშაობის დაწყება. ორგანიზაცია IIDS ინიციატივით თბილისში საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, სადაც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მეწარმე ქალთა ფონდი და ფონდის სოხუმის წარმომადგენლობაც აქტიურად მონაწილეობდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო გეგმები და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. 2012 წლისთვის ორი დიდი არასამთავრობო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია IID და პური ყველას ერთიანდებიან და შემდგომ განაგრძობენ ჩვენთან მუშაობას ერთობლივი ძალით. იყო ესეთი გამოფენა, სადაც ჩვენც მონაწილეობდით, ჩვენც გავიტანეთ ჩვენი ბეჭდვითი პროდუქცია. მე ვფიქრობ, რომ ეს წაგვადგება ჩვენც და სამომავლო გეგმაში ალბათ გავითვალისწინებთ უფრო გაფართოებას იმ საქმიანობისა, რომელსაც დღეს ვეწევით. კონფლიქტის ზონასთან ახლოს ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ხურჩაში მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ანკეტირება ჩატარდა, რომლის მიზანია ანკეტირების საფუძველზე გაკეთდეს ანალიზი, რათა გამოიკვეთოს რეალურად განსახორციელებელი გეგმები. მუშაობის პროცესი კიდევ უფრო ნათელს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქმიანობის გაგრძელება მიმდინარე მიმართულებით, რომ მოხდეს მეტი ადამიანის დასაქმება და მცირე ბიზნესში ჩართვა, რათა სწორედ ესაა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი სიღარიბესთან ბრძოლის გზაზე. მეწარმე ქალთა ფონდი ამ მიმართულებით საზოგადოებას კიდევ არაერთ სიახლეს პირდება.